გამარჯობა მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. მადლობა რომ მიყურებთ. უკრაინაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ხასიათის გამოკეთება ნამდვილად მჭირდებოდა და ვერაფერი ვერ შეძლებდა ამას იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს არაჩვეულებრივი კადრები, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ეს არ არის AI, ეს არის რეალური კადრები, ეს არის ელექტროსტალი, ეს არის მოსკოვის რეგიონი. და ეს არის Wildberry, ესეთი სავაჭრო ონლაინ პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწყობი, სასაწყობო მეურნეობა მოსკოვის რეგიონში და მთლიანად რუსეთის ტერიტორიაზე აი ამ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობი არის, რამდენადაც გავეცანი ინფორმაციას. ძალიან მასშტაბური ხანძარი არის და ძნელი გამოსაცნობი არ არის აქ რა მოხდა, აქ არ არის ის შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ შემთხვევით სიგარეტი დააგდო, აქ მიფრინდნენ დღეს დილით უკრაინული შორი მოქმედების დრონები და თანაც არაერთი. სულ ცოტა ხანში გაჩვენებთ მე თქვენ უშუალოდ დარტყმის მომენტში გადაღებულ კადრებსაც, მაგრამ ეს კონკრეტული ვიდეო მასალა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და კიდევ ერთხელ ნახვას რაღაცა ეპიკური კადრი არის. რაღაც არმაგედონს გავს, ბევრმა მსგავსი ეპითეტებითაც ესე შეამკო ეს კადრები, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში. დააკვირდით რა პატარა ჩანს ვერტმფრენი ამ ცეცხლის ფონზე, უბრალოდ მასშტაბის აღქმისთვის რამხელა ტერიტორიაზე არის უზარმაზარი ცეცხლი. პატარა სათამაშო ვერტმფრენს გავს ეს ამ შემთხვევაში, რომელიც რაღაცა უსუსურად გამოიყურება ხანძრის ჩაქრობის მცდელობა, თუმცა ცდილობენ. ნახოთ კიდევ დამატებით კადრები გვაქვს, არაერთი რაკურსით გაჩვენებთ ამ კადრებს, მათ შორის თვითმფრინავის ილუმინატორიდან გადაღებულ კადრებსაც კი ვნახავთ. აქ გვაქვს რამდენიმე ფოტო მასალა, უფრო შორი დისტანციიდან გადაღებული კადრები. არ ვიცი, რაღაც უზარმაზარ ვულკანის ამოფრქვევას გავს ეს ყველაფერი. გზადაგზა აუცილებლად მოგიყვებით, რატომ შეარჩიეს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ოპერატორებმა და მათმა ხელმძღვანელებმა კონკრეტულად ეს ობიექტი და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ Wildberry-ის ეს საწყობი არ არის დაბომბილი მოსკოვის რეგიონში, ამავე რეგიონში დაგეგმილი არის კიდევ ერთი ნავთობბაზა, რომლის კადრებსაც აუცილებლად გაჩვენებთ. მანამდე ჯერ ეს ვნახოთ. თან კომენტარიც ახლავს. ელექტროსტალი ადასტურებს სად არის ამბავი. ხო. შემდეგ წავედით. კიდევ საინტერესო ვიდეო მასალები გვაქვს აქ, არაერთი. იმედია რომ არ მოგბეზრდებათ. ამ ყველაფრის ყურება, ეს ძალიან ეფექტური კადრი არის, სადაც ჩანს უშუალოდ როგორ ჩამოიშალა ეს სასაწყობე მეურნეობა, ამისი შენობა, არ ვიცი, ძალიან ძლავრი ხანძრის ფონზე. Там ничего нету. რამ სიმაღლეა ერთში. Хуй его знает, не передать словами мне. სიტყვებით ვერ გადმოვცემო, ეს ადგილობრივი რეპორტიორი ყვებოდა. აქ კიდევ რამდენიმე ძალიან ეფექტური კადრი, ალბათ იშვიათი სანახაობა არის. მე აი ხა ბოლო პერიოდში რაც მახსენდება, აი სწორედ მოსკოვში, როდესაც ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა და ეს ძალიან დიდი აფეთქება რომ იყო და სახურავი რომ მოძრა ნავთობის რეზერვუარს და ჰაერში რო ატყორცნა, აი ეგ იყო ერთ-ერთი, ალბათ კი არა და უეჭველად ამაზე ეფექტური კადრი იყო, მაგრამ ამ მაგის შემდეგ ეს მახსენდება ყველაზე ეფექტური ბოლო პერიოდის განმავლობაში. ხო, სხვადასხვა პერსპექტივიდან გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, კომენტარი ზედმეტი არის, შეხედეთ უბრალოდ რა კადრებია. და აი ამ ვიდეოს აღწერაში ასეთი რამ არის ნათქვამი, ხედავთ რომ რაღაც აპოკალიფსს ადარებენ აი ამ ხედს, რომელიც არის ახლა მოსკოვის ტერიტორიაზე. მე ამ ვიდეოს წერ დაახლოებით დღის 5 საათზე, დაახლოებით 5 საათი ხდება ახლა. დილის კადრებია, მაგრამ დიდი ალბათობით აბსოლუტურად არაფერი შეიცვლებოდა იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რამხელა ცეცხლიც არის, ალბათ ახლაც აი ამ წუთებშიც ებრძვიან მოსკოვში ხანძარს თან არაერთ ლოკაციაზე, როგორც გითხარით. დავკვირდით, რომ მე გაჩვენებდით უშუალოდ დრონის მიფრენის კადრებსაც და ახლა გავაკეთებ ამას. აქ ხმის ჩართვაც დაგჭირდება, იმიტომ რომ დრონების ხმაც ისმის და ადგილობრივების კომენტარებიც.
ეს არის ერთ-ერთი პირველი დაშვება. თუმცა ამის შემდეგ კიდევ იყო არაერთი დარტყმა ამ ობიექტზე. ხო, მოდი მოვყვეთ ახლა რაზე არის საუბარი, რატომ გახდა ეს კონკრეტული ობიექტი სამიზნე. მანამდე შეგვიძლია აი ამ პანორამით დავტკბეთ, აქვე გადაღებული შორი ახლოს. უბრალოდ შეხედეთ ცას მოსკოვის თავზე. ძალიან დიდი შავი ღრუბელი ჩამოწვა, თუმცა რა თქმა უნდა ეს ღრუბელი არ არის, ეს ხანძრის ეფექტი გახლავთ. მოკლედ ოფიციალური წყაროები წერენ, მათ შორის ზელენსკის პოსტშიც იყო ამაზე საუბარი, რომ ეს კონკრეტული ობიექტი აქტიურად იყო ჩართული რუსეთის არმიის მომარაგებაში. სწორედ ამ ონლაინ პლატფორმიდან იწერდნენ და შესაბამისად მათ საწყობებში იყო განთავსებული ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც მათ შორის გამოიყენებოდა რუსი სამხედროების, მათი დრონის ოპერატორების მიერ. აი აქ მე მაქვს გახსნილი Telegram არხი Alpha სიხშირე, ჩვენი ქართული არაჩვეულებრივი პლატფორმა Alpha, სადაც ერთ-ერთი ნიუსი სწორედ ამ დეტალებს ეძღვნება. აი აქ გვაქვს ჩვენ მოცემული გარკვეული ფოტომასალებიც, სადაც ჩანს ეს კომპონენტები, რაზეც არის საუბარი. აი ასეთი ცალკეული ელემენტები, რომლებიც აღჭურვილობისთვის გამოიყენება, დრონებისთვის გამოიყენება და ერთ სიტყვით მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, დღეს არის დრონების ომი და შესაბამისად მათი ესეთი ელემენტები, ასეთი რაღაც დეტალები არის ძალიან მოთხოვნადი. რუსეთი სანქცირებულია, მას არ აქვს უფლება რომ დასავლეთიდან შეიძინონ ესეთი ტექნოლოგიები, ძირითადად მათი მომარაგება ხდება ჩინური ტექნოლოგიებით ამ ხრივ, ღია მათთვის ეს ჩინური ბაზარი და რა უნდა ქნას ახლა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაარტყას იმ ობიექტებს, სადაც ასეთი ტექნოლოგიები იყრის თავს. აქვე დემონსტრაციისთვის რომ აღვიქვათ კარგად ლოკაცია სად მდებარეობს, აი პირდაპირ არის ნაჩვენები, წერტილი, აი აქ ამ ადგილას არის ეს Wildberries ობიექტი, საწყობი, ელექტროსტალი, ასე ქვია ამ ზონას, ამ დასახლებას, ასე ვთქვათ. და ის არის განთავსებული მოსკოვიდან ასე აღმოსავლეთით, როგორც ხედავთ, ქალაქის შემოგარენში, ასე ვთქვათ. თვალ ცენტრალურ ნაწილთან ახლოს არ არის, ქალაქიდან მოშორებით არის, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მოსკოვის ოლქი ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტები იბომბება, უკვე ბევრ ამას ამბობს. მათ შორის პირველ რიგში ეს ყველაფერი ბევრ ამას ამბობს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობასთან დაკავშირებით. მაგაზე ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთ საინტერესო ვიდეო მასალას გაჩვენებთ, როგორ მუშაობდნენ ისინი. კიდევ ერთი ხედი ვნახოთ მანამდე, სხვა პერსპექტივიდან, მოშორებით მდებარე საცხოვრებელი კორპუსები არის, როგორც ხედავთ და უზარმაზარი ცეცხლი. ვერაფერს სიტყვი, საინტერესო ამ ვიდეოში რამე კომენტარი თუ გვაქვს, რამეს თუ ყვება. ჯერ არავის ხმა არ ისმის, მაგრამ მე აქ დავაკვირდი, რომ განმეორებითი აფეთქებები ისმის. ნახეთ. მე მგონი თქვენც უნდა გაიგეთ წესით. აი აქ იყო. რანაირი გამოსახულებაა რა. საოცარი კადრებია. ხო, და შემდეგ კიდე გრძელდება აქ. ზუმით ახლოს მიდის და რაღაც მართლა ვულკანის ამოფრქვევას გავს ეს ყველაფერი. ახლა მოდი და ადამიანი ვინც აქ ცხოვრობს მოატყუე რომ ყველაფერი რიგზეა. ძალიან დიდი შრომა უწევთ რუს პროპაგანდისტებს, მაგრამ არ მგონია რომ მაინც და მაინც შედეგიანი აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში, როდესაც ფანჯრიდან გაიხედავდა. აი ამ ხედს დაინახავ, ალბათ ძალიან რთული წარმოსადგენია, ამის შემდეგ კიდევ დაუჯერო რაღაცას რომ გიყვებიან ტელეეკრანიდან. ესაც დაპირებული კადრი თვითმფრინავიდან, ილუმინატორიდან. უყვართ ხო რუსებს რაღაც ილუმინატორის ხედიდან დანახულ კადრებზე სიმღერებიც აქვთ ხო ეგეთი მიწა ილუმინატორიდან რაღაც ეგეთი მახსოვს აი ისიც მოსკოვის მიწა
ამ შემთხვევაში თვითმფრინავის ილუმინატორიდან, ნუ ეს კადრი კიდევ ბევრს ამბობს შედეგზე რა, ნახეთ ეს სასაწყობე ობიექტი რამხელაა და თითქმის სრულად იწვის, ანუ ეს არ არის რომ რაღაც ერთი კერაა და იქიდან ამოდის, თითქმის სრულად იწვის, შეხედეთ. ანუ არაფერი აღარ დარჩება ამ ობიექტიდან დარწმუნებული ვარ. შესაბამისად სულ ტყუილად ირჩებოდნენ ის პილოტები, რომლებიც წყალს ეზიდებოდნენ მის ჩასაქრობად. ხო, მოდით ახლა მეორე ამბავზე გადავინაცვლოთ, ესაც მოსკოვის რეგიონია და არანაკლებ მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ენერგოობიექტს დაარტყეს უკრაინელებმა დრონებით. ნოგინსკი, ასეთი დასახლებული პუნქტი და ადგილობრივი ნავთობბაზა. ნუ, ამ შემთხვევაში იწვის ნავთობრეზერვუარები. Базу взорвали, понял? Бля, я чувствую, пизда сейчас будет. Сильнее разгорается, да? კი, ძლიერად იწვის ნამდვილად. დავეთანხმოთ. Блин, კითხვა დასვა. Пизда нахуй. რუსების რეაქციები უცვლელია, ყოველ ჯერზე რაღაც ერთი და იგივე ტიპის კომენტარებს აკეთებენ ხოლმე. ეს კვლავ დაახლოებით იგივე გამოსახულება, რაც იყო Wildberries შემთხვევაში. აქ გვაქვს ამ შემთხვევაში ეს ნოგინსკის ლოკაცია მონიშნული, აი აქ, ესეთი მონიშნა გვაქვს, როგორც ხედავთ, აი ესეთი ჭიკარტით და შესაბამისად, აი აქ მდებარეობს ეს ნავთობბაზა, აი აქ გადიდებული მასშტაბით გვაქვს ესეთი ფოტო, სატელიტური ფოტო, რამდენიმე ნავთობრეზერვუარი არის, აქ როგორც ხედავთ 3, 6, 7, 8, 9, 10 მსხვილი და შედარებით პატარებიც არის ალბათ. ნუ 10-ზე მეტი როგორც ხედავთ, ესაც არის კადრი იმ მომენტში, როდესაც იწოდა. ეს ნახეთ თუ არ გვინახავს. ხო, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტი არის, სადაც ამბობს, რომ უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული სანქციების, შორიმოქმედების სანქციების ფარგლებში, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის და ზღვაზეც, იგულისხმება აზოვის ზღვა, შავი ზღვა და იქ განხორციელებული ოპერაციები, ამაზე ცოტა მოგვიანებით მექნება საუბარი და შესაბამის კადრებსაც გაჩვენებთ. არსც მადიარის ნამუშევრის გამოტოვება უშუალოდ ოპერაცია მოლოჩკას ნაწილში არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, ხო, რაც წერს აქ კიდევ ზელენსკი. ასახელებს ლოკაციებს მოსკოვი, ასევე ტამბოვის რეგიონი, მეტი ვიდრე 500 კილომეტრი და 700 კილომეტრი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, უფრო სწორად აქ ასახელებს ფრონტის ხაზიდან. და აქ ამბობს იმას, რაზეც უკვე პრინციპში ვისაუბრე, რომ ამ ობიექტებს, რომლებიც დღეს დაიბომბა, აგრესორი იყენებდა მათი საოკუპაციო არმიის მომარაგებისთვის, სხვადასხვა აღჭურვილობის მიწოდებისთვის, აქ იყო სანქცირებული ტვირთები და შესაბამისად იყო ლეგიტიმური სამიზნე, ასევე ისაუბრობს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, ნავთობ ობიექტზე, რომელსაც დაარტყეს და ახლა ვნახეთ სწორედ ეს კადრები და შემდეგ უკვე შავი ზღვა და აზოვის ზღვა. რა თქმა უნდა, ის მადლობას უხდის მეომრებს, განსაკუთრებით უპილოტო სისტემების ძალებს, სპეციალური ოპერაციების ძალებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ყველას, ვინც ჩართული არის ამ ოპერაციებში და განაპირობებს სიზუსტეს. მოდი ზელენსკისაც დავდოთ პატივი და ვნახოთ მისი კოლაჟი, რომელიც გავრცელდა მის სოციალურ ქსელში, ამ შემთხვევაში ეს არის X-ი, პლატფორმა X-ი. დრონები აქაც ჩანს. ხო, პრინციპში საუკეთესო ნაკრები აქვს, ეს პატარ-პატარა კადრებით შედგენილი და მთლიანობაში საერთო სურათს აჩვენებს, სხვადასხვა ობიექტებია. მათ შორის ის კადრებიც მოხდა ამ კოლაჟში, რომელიც უკვე ვნახეთ, მაგრამ არა უშავს. გარკვეული სიახლეებიც გვაქვს. აი ეს კადრი მაგალითად არ გვინახავს და ნანახიც რომ გქონდეს არ არის პრობლემა. მე მაგალითად არ მომბეზრდება, დღის განმავლობაში ალბათ კიდევ რამდენჯერმე შევავლებ თვალს, მინიმუმ რაღაც სიახლეებს გადავხედავ. ასე მგონია რომ დღის ბოლომდე კიდევ ბევრი გავრცელდება. ნახოთ მანამდე რაც გვაქვს, ის გავიაროთ. ეს არის კი ბატონო, ელექტროსტალია, ისევ და განსხვავებული კადრი გვაქვს აქაც. როგორც ვახსენე, ეს სახანძრო ბრიგადები და ეს პილოტები ყველად ირჯებიან, აქ არაფერი არ ეშველება.
ну ალბათ ამოცანა არის რომ რამე თუ დარჩა მთელი ცეცხლი არ გადაედოს, მაგრამ იქ სადაც ხანძარია დამთავრებული ამბავია ცალსახად. ესეც ცდილობენ რომ ეს ხანძრის კერები ჩააქრონ. ალბათ კიდევ ხანძრების სამუშაო ელოდებათ წინ. კარგი, შემდეგ რა გვაქვს? ხო, ეს პანორამა ვნახეთ. ეს კადრებიც ვნახეთ, ეს ფოტომასალაც კი ბატონო უკვე გავიარეთ. აქ რა გვაქვს? ესაც ერთი პატარა კომენტარი, მოვისმინოთ. Ну, туча никуда не пропала. Она прям вот зависла. Я не знаю, что это такое. Хотя там вот уже никакой тучи нет. А здесь есть. Нета рато? Блин, она очень страшная. ძალიან საშიშად გამოიყურება. კი, ნამდვილად ძალიან საშიშად გამოიყურება, მაგრამ აქ ხო ჩნდება კითხვა კაცო, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? პუტინი ხო გეუბნებათ რომ ყველაფერი რიგზეა, დაცულები ხართ, არც საწვავის პრობლემა გაქვთ, არც გაჭირვება იქნება არაფერი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია წინ მიდის უზარმაზარი ტემპებით, წინ მიიწევს რუსეთის არმია. აბა რანაირად ხდება ეს ყველაფერი? ხო ვამბობ რომ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემები. ახლა ნახოთ როგორ მუშაობდა გასულ ღამეს. ეს კადრები გადაღებული არის ტამბოვის ტერიტორიაზე, ხო და ახსნათ რა ხდება. დრონების მიფრენაა და ამ დროს ისინი ცდილობენ, რუსები ცდილობენ რომ ჩამოაგდონ ეს დრონები, მაგრამ ყველაფერს რასაც ისვრიან ხდება საცხოვრებელ სახლებს და საცხოვრებელ ზონაში ვარდება. ყველაფერს ხდება ერთ სიტყვით დრონების გარდა, ბოლოს ვინც ამ ვიდეოს იღებს იძულებულია რომ გაიქცეს და თავი შეაფაროს. ეგრე მახსოვს ეს ამბავი, ერთ წუთი ვნახოთ ახლა. Еще больше, смотри. Ты прикинь, как страшно, кто там живет. Смотри, фигарь. Попали, сбили, вон, сбили. Не попадут. არა, ეს სხვა კადრია. კიდევ სხვა კადრი იყო, ეს შენობიდან არის გადაღებული. იქ სხვა იყო, მოკლედ სადღაც ეზოში იყო და გარბოდა. ხო, აქ მოისმინეთ ხო, რასაც ამბობდა, აი მოხდაო და საშიშიაო, ეგეთ საშიში კი არ არის, მომაკვდინებელი არის. Ты прикинь, как страшно, кто там живет. Смотри, фигарь. ნახეთ. სიგიჟე. Попали, сбили, вон, сбили. Не попадут. მოკლედ корпуსებს დაუშვეს, მე რა თქმა უნდა შედეგი რომ დადგება, გამოვლენ და იტყვიან ტელევიზიით მოყვება პროპაგანდა, რომ აი ტერორისტმა უკრაინელებმა დრონები ჩამოყარეს და ამან გამოიწვია იქ სამოქალაქო ობიექტების დაზიანება. წავედით, მადი არის ნამუშევარი, ხო გაინტერესებთ, ეს არის 18 ივლისის შედეგები. პლუს 13 გემი გვაქვს, მოკლედ გასული ღამის განმავლობაში, შავ ზღვაში, ასევე აზოვის ზღვაში და მთლიანობაში 6 ივლისს დაწყებული ოპერაცია მოლოჩკას ფარგლებში 172 ხომალდამდე გაიზარდა განადგურებული სამიზნეების რაოდენობა. ანუ აქ იგულისხმება დაზიანებული ტანკერები, ძირითად შემთხვევაში ნავთობ ტანკერებზე არის საუბარი. ძირითად შემთხვევაში ასევე გვაქვს ამ 171, უბრალოდ 172 გემიდან ხომალდები, რომელიც დააზიანეს აზოვის ზღვაში. ბოლო 3-4 დღეა, რაც ოპერაციები მიმდინარეობს შავ ზღვაში და ამ შემთხვევაში ვნახოთ რა გვაქვს შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში. პირველივე ძალიან ეფექტური კადრია. მუსიკა გამოვრთოთ, იმიტომ რომ შეიძლება დაგვბლოკოს. ხო, აი ძალიან საინტერესო ბოლო დროს ჩართეს ეს კომპონენტი, თან რუკაზე გვაჩვენებენ ხოლმე, მოდით დავპაუზდები ერთი წუთი. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ძირითადი მოქმედების ზონა იყო შავი ზღვა. ხედავთ ხო, აი აქ წითელი ნიშნულები რაც არის, აქ არის სწორედ დარტყმები განხორციელებული წუხელ. თუმცა აზოვის ზღვაშიც გვაქვს ერთი ობიექტი, აი აქ, როგორც ხედავთ, ზედა კუთხეში. წავედით, გავაგრძელოთ, მოკლედ შავ ზღვაში ხდებოდა გუშინ მთელი ამბავი ოპერაცია მოლოჩკას ფარგლებში. 18 ივლისით არის დათარიღებული კადრი, ეს არის დღევანდელი მასალა და 160 ობიექტი, შვენიერი, ფერადი გამოსახულება ჰქონდა და პირდაპირ დარტყმა ნავთობ ტანკერზე, აი ესე გამოიყურება ეს კადრი. შემდეგი, ასევე 18 ივლისი. ეს არის სატვირთო ხომალდი, ეს არ არის
ნავთობტანკერი, ასე ვთქვათ, არის ახალი ტენდენცია ასეთი, რომ უკრაინელები ამ დარტყმების დროს ანადგურებენ მშრალი ტვირთის გადამტან ხომალდებს. ეს ძირითადად უკავშირდება მარცვლეულის ექსპორტს, მათ შორის ხაზგასმა ხდება ხოლმე ამის, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარულ ხორბალს ეზიდება რუსეთი ექსპორტზე და ამ შემთხვევაში ეს ამბავიც როგორც ხედავთ იბლოკება და ამის მორალური საფუძველი ნამდვილად გააჩნია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, სხვა მიზნებზე აღარ ვლაპარაკობ, ხა უფრო ფართო ჭრილში ამაზე ხშირად მისაუბრია მთლიანობაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის განადგურება, მათი ბლოკირება და სანქცირება ბრჭყალებში უკრაინული გაგებით, რასაც ემსახურება. გასაგებია ხო, უკვე არაერთი წელია ისინი ცდილობენ პარტნიორების დახმარებით, რომ დაბლოკონ ეს უკანონო და სანქცირებული ტვირთების ბრუნვა, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც ამ დრომდე ახერხებდა რუსეთი და ახერხებს ჯერ კიდევ დარჩენილი არხებით, თუმცა მინიმუმ შავ ზღვაში და აზოვის ზღვაში მათ სერიოზული პრობლემები უკვე შეექმნათ. იყო სტატისტიკა ამასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ 70%-ზე მეტი ხომალდებისა, რომელიც ფიქსირდებოდა გასული ბოლო, რაღაც ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში, 70%-ზე მეტი მათგან არის განადგურებული. დანარჩენ 30%-ზე ნაკლებსაც არ დატოვებენ, მოკლედ უყურადღებოთ, ყოველ შემთხვევაში ტენდენცია ამაზე მიანიშნებს, მადიარი, როგორც წინაზეც ერთ-ერთ ვიდეოში ვთქვი, ტემპს არ აგდებს და არც დააგდებს, ასე მგონია. ეს არის ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ კარგად დაგეგმილი, წინასწარ განსაზღვრული პროცესი, რომელიც კონკრეტულ შედეგებამდე მიდის. და ერთ-ერთი ამ ოპერაციის შედეგი და ამოცანა ის არის, რომ ყირიმის ნახევარკუნძული სრულად იზოლაცია უნდა მოხდეს. აზოვის ზღვაში და შავ ზღვაში მოძრავი გემები, ნაწილობრივ მათი ამოცანა გარდა ექსპორტზე ტვირთების გატანისა იყო და არის როგორღაც ყირიმის მომარაგება, იმიტომ რომ იქ სახმელეთო გზები ფაქტობრივად სრულად ბლოკირებული არის, თუ არ ჩავთვლით ყირიმის ხიდს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუბომბავთ უკრაინელებს, შესაბამისად ერთადერთი გზა რჩებოდა პრინციპში, ეფექტური გზა ყირიმის მომარაგებისთვის და ეს იყო საზღვაო გადაზიდვები, თუმცა აქაც უკვე სერიოზულ ბარიერს აწყდება რუსეთის ლოჯისტიკა. ნახოთ როგორ წავა მოლოჩკა ეს დასახელება კიდევ ერთხელ თუ ვინმეს წინა ვიდეოები არ გინახავთ, გავშიფროთ, ეს იშიფრება ასე. სიტყვების პირველი ასოებისგან არის შემდგარი და თავად მადიარი წერდა ამაზე ერთ-ერთ პოსტში მოსკოვი დაეცემა ყირიმის გავლით, ესეთი შინაარსი და დატვირთვა აქვს ამ კოდურ სახელწოდებას, ასე ვთქვათ, საზღვაო ინფრასტრუქტურის კომერციული გემების, მათი ჩრდილოვანი ფლოტის განადგურებისკენ მიმართულ ოპერაციას. რაც შეეხება საპასუხო დარტყმებს, უბრალოდ საპასუხო დარტყმები არასწორი არის. ბოდიში აქვე უნდა გავასწორო, ეს სწორედ ის ტერმინოლოგია, რასაც რუსეთის პროპაგანდა იყენებს. ისინი ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ საპასუხო დარტყმებს ვახორციელებთ უკრაინაზე, როდესაც ისინი ტერორისტულად გბომბავენ ამ დრონებით. ეს რა თქმა უნდა არის სიმულაცია რეალობის. ხო, რუსეთი ახორციელებს აგრესიას და ამას პასუხობს სწორედ უკრაინა. ამ შემთხვევაში გავასწორებ კონტექსტს და ასე ვთქვათ. ეს არის ზაპოროჟიეს რეგიონი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, სამოქალაქო სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა. ანტონ გერაშენკოს პოსტი არის და აქ გვეუბნება, რომ საბედნიეროდ არ ყოფილა მსხვერპლი და არ არიან დაშავებულები, თუმცა როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი დაზიანება არის უშუალოდ ამ სარკინიგზო შემადგენლობის. კარგი. გავაგრძელოთ ორი ამბავი დამრჩა მოსაყოლი, უпростоრად ერთი მოსაყოლი და მეორე საჩვენებელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ესეთი breaking news. აი ასე აქვს სწორედ გამოტანილი ეს ამბავი Visioner-ს, აი ამ პლატფორმას და საუბარია აქ იმაზე, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის განუსაზღვრელი ვადით არის გაჩერებული საუბრები და მოლაპარაკებები, ეს პროცესი რაც უკავშირდება გაზსადენის მშენებლობას, ციმბირის ძალა, ასე ქვია
ამ პროექტს, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომელსაც ასობით მილიონი ტონა კუბური მეტრი გაზი უნდა გაეტარებინა აზიის მიმართულებით, ჩინეთის მიმართულებით და არა მხოლოდ. მოკლედ, ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ განუსაზღვრელი ვადით უნდა გაიყინოს ეს პროექტები და ფასდება ასე, რომ ეს არის ძალიან დიდი სტრატეგიული დარტყმა პუტინისთვის, მისი ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ის ცდილობდა სწორედ დასავლეთთან აი ამ პროცესების გათვალისწინებით, რომ დასავლური ქვეყნები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასე შემდეგ ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე და პუტინის გათვლა იყო ის, რომ თავისი ენერგორესურსების ექსპორტი მოეხდინა დასავლეთის ნაცვლად ჩინეთის და არა მხოლოდ ჩინეთის, აზიის მიმართულებით და ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა მოკლედ პუტინი და მისი გუნდი, ასე ვთქვათ, ამ პროექტებზე ციმბირის ძალა 1 და 2 მილსადენზე არის ამ შემთხვევაში საუბარი, რომელიც გაჩერდა და კაცმა არ იცის რა ბედი ელოდება ამ მილსადენებს. ერთი რამ ფაქტია, რომ პუტინი ბევრი გაგებით ჩიხში ექცევა და მას არ რჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ უნდა გააგრძელოს ეს ომი, სულ უფრო და უფრო მეტი იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის გარდაუვალი არის შემოდგომას მობილიზაციის გამოცხადება, იწერება არაერთი სტატია დასავლურ მედიაში, მთელ რიგ დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის დღეს ვკითხულობდი, რომ დაახლოებით 500,000 ადამიანის გაწვევის ამოცანა აქვთ რუსეთში, 500,000 ნახევარი მილიონი მებრძოლის მობილიზებას გეგმავენ ისინი. მებრძოლი ცოტა ზედმეტი ნათქვამია, იმიტომ რომ მთავარი საკითხი ის არის, რამდენად ბრძოლის უნარიანები იქნებიან რეალურად, რამდენად ეფექტურ მომზადებას გაივლიან ისინი, იყო ორ კატეგორიაზე აქ ყურადღება გამახვილებული, ერთი გულისხმობდა იმას, რომ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გაატარებენ მომზადებას და შემდეგ პირდაპირ ხორცსაკებ მანქანაში უკრავენ თავს, ანუ ფრონტზე და მეორე შემთხვევაში იყო, რომ ცოტა უკეთეს მომზადებას გაივლის მეორე კატეგორია, ვისაც დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მოამზადებენ. ფაქტია, რომ აქ რაღაცა ტექნოლოგიებზე, რაღაცა კვალიფიციურ სამხედროებზე, მათ მომზადებაზე, სწავლებებზე არ კეთდება აქცენტი, პუტინის აქცენტი არის გაკეთებული ხორცის მასაზე. რა თქმა უნდა, სასაცილო ამბავი არ არის ის და სახუმარო და ესე ზედაპირულად ზერელით შესახედი, რომ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზებას მოახდენენ, თუმცა ეს ძალიან კარგად ესმით პირველ რიგში უკრაინაში, მათ შეიარაღებულ ძალებში და შესაბამისად ემზადებიან კიდევაც. სხვათა შორის ზელენსკი ამით ხსნიდა გარკვეულწილად თავის ბოლო გადაწყვეტილებებს, მის არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, რაზეც ბევრი ვისაუბრე წინა ვიდეოში მიხაილ ფოდოროვის შეცვლასთან დაკავშირებით, ამაზე აღარ გავაგრძელებ, შეგიძლიათ უბრალოდ გადახვიდეთ წინა ვიდეოზე და იქ ნახავთ ამ ამბავთან დაკავშირებით ჩემს დამოკიდებულებასაც და ბევრ საინტერესო სიახლესაც, გარემოებებს რა მოხდა, რა არის ცნობილი ფედოროვთან დაკავშირებით ამ ეტაპზე და ამ ცვლილებებზე შეგიძლიათ მოკლედ გადახედოთ, ვისაც არ გინახოთ ჩემს წინა ვიდეოს. ხო, მანამდე კი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით აი ამ რყევების მიუხედავად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კვლავ აქვს ეს შესაძლებლობის ფანჯარა, ვიდრე დადგება შემოდგომა. კაცმა არ იცის, შეიძლება კიდევ მილიონჯერ შეიცვალოს სიტუაცია. ძალიან ცხადად ჩანს უკრაინელების ამოცანა, რომ არის წნეხის გაზრდა რუსეთზე, მათი ენერგო ობიექტების განადგურება კი ვნახეთ დღევანდელ ვიდეოში და ეს პროცესი გაგრძელდება, მათი ფლოტის განადგურება ვხედავთ და ეს პროცესიც გაგრძელდება და ეს ყველაფერი უნდა აისახოს წესით და რიგით პოლიტიკურ წნეხზეც. უნდა შექმნას ამან პოლიტიკური წნეხი, ამან უნდა გაზარდოს რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილება, წინ რუსეთში არჩევნებია, მოგვიხსენება როგორც ტარდება ხოლმე რუსეთში არჩევნები და ალბათ არავის ეპარება იმაში ეჭვი, რომ ასე თუ ისე ეძინაია რასია ისევ გაიმარჯვებს რუსეთის არჩევნებში, პუტინის პარტია საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი. თუმცა,
ნახოთ რა ფაქტია რომ არ არის პოპულარული თანდათან უფრო და უფრო აღარ არის პოპულარული ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია თავად რუსეთის მოქალაქეებში მათ ემატებათ დისკომფორტი და იმედია რომ ეს დისკომფორტი გადაწონეს რამდენჯერმე ვთქვი რომ თავარი არის რომ აი ეს ბალანსი შეიცვალოს შიშსა და დისკომფორტს შორის დისკომფორტის ხარჯზე იქნებ რუსულ საზოგადოებაში გაიღვიძოს რაღაცა უკმაყოფილებამ და ეს გარდაისახოს უკვე პოლიტიკურ წინააღმდეგობაში. ნუ, დიდი ალბათობით უკრაინელების გათვლაც სწორედ ეს არის და ნუ ნაწილობრივ უკვე მუშაობს ამის თქმა შეგვიძლია ამ თემაზე საუბარს ესეთი სიმბოლური კადრით დავასრულებ. პრინციპში ეს ეხმიანება სოციალურ ფონსაც, ეხმიანება ეკონომიკის მდგომარეობასაც, ეხმიანება პოლიტიკურ დამოკიდებულებებსაც და თავისთავად ეხმიანება ფიზიკურ პროცესს, რომელსაც მათ შორის ამ ვიდეოს ძირითად ნაწილში, პირველ ნაწილში ვყვებოდი, ნავთობ ობიექტებზე დარტყმა იწვევს ძალიან დიდ დეფიციტს საწვავზე და აქ ამ შემთხვევაში ესეთი სიმბოლური კადრი გვაქვს, ეს ქალი დგას ბენზინის რიგში, ოღონდ დგას ავტომობილის გარეშე. მას როგორც ჩანს გაუჩერდა მანქანა სადღაც უფრო მოშორებით, ვეღარ შეძლო ბენზინ გასამართ სადგურამდე მიღწევა, მაგრამ რა უნდა ექნა, რიგს ხომ არ დაკარგავდა. ამიტომ დაავლო თავის 20 ლიტრიან თუ რამდენიანიც არის კანისტრას ხელი, მოხსნა ასევე მანქანის ნომერი, იმისთვის რომ დაედასტურებინა რომ ის რეალურად მძღოლია და იდგა რიგში. და ესეთი ფორმით განაგრძობს, შეუპოვრად განაგრძობს რიგში დგომას. ბევრ ამას ამბობს ხო ეს კადრები. რუსებს უყვართ რაღაცა სარკაზმი და სხვებზე დაცინვა და მოუხდებათ ნამდვილად მათ ეს მდგომარეობა. მე მახსენდება ერთ-ერთი ვიდეო პროპაგანდისტული, რომელიც მათ გააკეთეს ომის დასაწყისში 2022 წელს იყო თუ არ ვცდები. სადაც ნაჩვენები იყო ეგეთი სურათი, რომ ვირი ყავდათ თუ ჯორი ყავდათ ჩაბმული, ევროპაში ხდებოდა თითქოს მოქმედება და ესე თოკით ყავდათ ჩაბმული და მიაგორებდნენ მანქანას და ქვეტექსტი მთელი ის იყო ამ პროპაგანდისტული კამპანიის, რომ უჩვენოთ რუსების გარეშე თქვენ არაფერი არ გეშველებათო, ევროპელებს ეუბნებოდნენ, არ გექნებათ ბენზინი, გაიყინებით, უჩვენოთ დაიხოცებით, ჩვენ დიდრები ვართ, გვაქვს გაზი, გვაქვს საწვავი εν რაოდენობით და თქვენ არ გაქვთ. აი ეგ იყო სათქმელი, თუმცა როგორ შემოტრიალდა ეს ყველაფერი, ყველა ხედავს. აი ასე, მოკლედ ინგრევა რუსეთის ძლევამოსილების მითი და მათი რაღაცა ილუზია იმის შესახებ, რომ ეს არის რაღაც ყოვლის შემძლე გიგანტური სახელმწიფო. გიგანტური არის ტერიტორიებით, ძალიან ბევრი ხალხიც ცხოვრობს. მაგრამ უკრაინის ჭკვიანური დამოკიდებულება, მათი ძალიან ესეთი მაღალ ტექნოლოგიური ოპერაციები მთლიანად აი ამ მონსტრ სახელმწიფოს უკეთებს პარალიზებას. ხო, სულ ეს იყო დღეისათვის. არ მინდოდა გამომეტოვებინა ის ფეიერვერკები, რომლებიც ვნახეთ. იმედი მაქვს, რომ თქვენც ჩემსავით ისიამოვნეთ. გრძელდება ცხელი ზაფხული, როგორც ვამბობ ხოლმე და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს ვნახავთ. დაგემშვიდობებით, მოკლედ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია საინტერესო იყო თქვენთვისაც ეს ყველაფერი, რაც მე შევარჩიე დღევანდელი ვიდეოსთვის. უასე დაალაიქეთ, არ დაგეზაროთ, უმარტივესი ამბავია კომენტარებში თქვენი პოზიციებიც დააფიქსირეთ. დაწერეთ, რას ფიქრობთ მიმდინარე ამბებზე. ხო, თუ არ ხართ არხის გამომწერები ამ დრომდე რაღაც ელოდებით გამოიწერეთ, შემოერთდით აუდიტორიას. იმედია მალე 10,000 კაცზე ავა ამ არხის წერთა რაოდენობა, თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ და გონიათ, რომ მნიშვნელოვანი პროექტია, მას სჭირდება ნამდვილად თქვენი თანადგომა. საჭირო არის ფინანსური რესურსიც იმისთვის, რომ ენთუზიაზმს ცოტა დაეხმაროს და გავაგრძელოს საქმის კეთება, ამიტომ შეგიძლიათ ჩაერთოთ დონაციაში შესაბამისი ინფორმაცია, მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში. ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ ყოველთვიური სპონსორობა იტვირთოთ, ასე ვთქვათ, ამ არხის $5-15. ბევრი დიდი არაფერია, ბევრისთვის შესაძლოა, თუმცა ნამდვილად წაადგება ჩვენი პროექტის განვითარებას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, დაგიბრუნდებით მალე.